გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. ბატონო მამუკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და მინდა ვისაუბროთ დღეს გააქტუალურებულ თემაზე, რომელსაც ერდოღანი უწოდებს ახისკა თურქებს. ჩვენთან მოფერებით და სიყვარულით უწოდებენ ამ საკითხის ლობისტები და მხარდამჭერები თურქ მესხებს, თუმცა გასაგებია რომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამო ტერმინია, ამ თურქი უნდა იყო ან მესხი ანუ ქართველი. და რატომ გახდა ეს საკითხი უცებ ასეთი აქტუალური, რა შეშე თურქეთი, როდესაც ევროსაბჭოს წინაშე აიღო საქართველოს ეს ვალდებულება და გაუგებარია ჩემთვის რატომ აიღო, თითქოს იყო საუბარი რომ პირველებს გვინდოდა შევსულიყავით სამხრეთ კავკასიიდან, ამ დროს სომხეთის გახდა ევროსაბჭოს წევრი და აზერბაიჯანის ყოველგვარი ვალდებულებებისა და დათქმების გარეშე. რატომ შეგვახსენა ეს ამბავი ერდოღანმა და ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ რომ ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვიდეოები, რომელიც აშკარად არ ემსახურება სიკეთეს და მიმართულია აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე. მათ აქვს რაღაცა პრეტენზიები, თითქოს ჩვენთან აქ ჩაგრავენ აზერბაიჯანელებს და საკმაოდ ცუდი შინაარსის რუსულენოვანი ეს რგოლები ტრიალებს სოციალურ პლატფორმებზე. რას უკავშირდება ამ მიმართულებით გააქტიურება თურქეთის და იმ ქვეყნების სპეცსამსახურების, რომლებიც აი ამ ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ ინტერნეტში? მოგესალმებით, ძალიან ვრცელი თემაა, რთული თემაა და მე ვიცი რომ ორივენი გადაცემის შემდეგ, როცა ეს გადაცემა ესე ვთქვათ დაიდება სხვადასხვა პლატფორმაზე, სერიოზულად გავილანწყებით ორივენი, მაგრამ უნდა შევეცადოთ რომ ვთქვათ ყველაფერი რაც ამის გარშემო ცნობილია და შევეცდებით ჩემი დასკვნებით შევთავაზო ჩვენ მსმენელს. ამ თემას რიგი მიზეზების გამო ამ თემის ესე ვთქვათ გაცნობაში ჩართული ვარ 79 წლიდან. ამხან დრო გავიდა რა. აი როდესაც პირველად გამოდიოდა 46 წელი. პირველად რო გამოდიოდა საქართველოს მოამბე სვიადგამსახურდიას მიერ შექმნილი გაზეთი ჟურნალი არალეგალური გახსოვთ ალბათ, აი იბეჭდებოდა პირველი სტატიები ამ ეგრეთ წოდებული თურქი მესხებთან დაკავშირებით და იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომელსაც მართავდა მაშინდელი ქართული ეს ოპოზიცია, კოსტოის სვიადგამსახურდია და მისი გუნდი ამ ადამიანებთან, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდნენ. ეხლა ეს არის მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველი მსმენელი საქართველოს მსმენელის დიდმა ნაწილმა თუ მაყურებლის ისტორია რეალური ამ თემასთან დაკავშირებით არის ზოგადი ის არსებობს რომ აი დაახლოებით ესე იცია რომ ცხოვრობდა სამხრეთ საქართველოში თურქი მოსახლეობა ან გათურქებული მოსახლეობა რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე მაშინდელმა ხელისუფლებამ საბჭოთა მთავრობამ აღარა და გადაასახლა შუა აზიაში და მე უკან აღარ დააბრუნა არც ერთმა ქართულმა ხელისუფლებამ. ხო, ნაწილობრივი ხარ შეხედე ერთის მხრივ ეს ასე იყო, მაგრამ მეორეს მხრივ იმისათვის რომ რეალური სურათი გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ადამიანები. სიჭრელე იყო იქ, სერიოზული სიჭრელე იყო. ეს ადამიანები პრინციპში გადასახლებისას იყო სიჭრელე? გადასახლებამდე. გადასახლებამდე. ეს არის 19 საუკუნის პერიოდიდან დაიწყო იქაური მოსახლეობის ასე ვთქვათ მართვა იმ მეთოდოლოგიით, რომელიც მაშინ იმპერიულ რუსეთს ჭირდებოდა. ასაკული ამას ჩართული იყო ოსმალეთის იმპერიას თავის პრინციპებიდან გამომდინარე, თავის მეთოდოლოგიით. იქ ეს საუბარი არის სამხრეთ საქართველოს მუსულმან მოსახლეობაზე, რომელსაც ისლამი ძალით მიაღებინეს ოსმალეთის იმპერიის ბატონობის დამყარების შემდეგ. ეს საუკუნეებით გრძელდებოდა, ხა ძალიან შორს ვერ წავალ. საბოლოო ჯამში მე ვიცი რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს იყო უაღრესაჭრელი მოსახლეობა ეთნიკური თვალსაზრისით, მაგრამ სულ ერთი რელიგიის წარმომადგენელი იყო. იქ იყო არა მხოლოდ გამუსლიმონი ქართველები, არამედ იყო თურქული წარმოშობის ტომების ნაწილიც, რომელიც თავის დროზე თურქეთიდან ჩამოსახლდა. ესენი არაფაფახები, თარაქამები, იყვნენ ქურთები სხვადასხვა და ზოგიერთი სხვა უფრო წვრილი ერის წარმომადგენელი, ეროვნების წარმომადგენელი. ასე თუ ისე, აი კონგლომერატი ესეთი იყო, ასეთი ჩანდა გასაბჭოების მერე, აქ ყველანი ესენი აზერბაიჯანელებად მონათლეს და თურქული სკოლები გახსნეს.
და თურქულად ასწავლიდნენ. ნუ სერიოზული მუშაობა მიდიოდა მაშინ გახსოვთ ალბათ საბჭოთა ხელისუფლება და ქემალ ათათურქის თურქეთი ძალიან მეგობრობდნენ. კი, ლენინი და ათათურქი. ლენინი გიჯდებოდა ათათურქზე და იარასაწვდით და ყოველწლიურად ოქროს და რა ვიცი. ხო და მოკლედ აი მაშინ ეს ჟესტი იყო ერთგვარი. და მოკლედ აი ესეთი ჩამოყალიბდა ესეთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მერე უკვე თურქეთთან დაპირისპირების კონტექსტში, თან თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო 1954 წლის ბოლოს გაასახლეს იმით. ნაირა გელაშვილი ძალიან გულისმომკვლელად ყვება ამ ისტორიას. ასე იყო გულისმომკვლელად. გულისმომკვლელი ისტორიაც იყო რასაკვირველი, როგორც კავკასიელების გასახლება თავისთავად ახლა ის ფაქტი, რაც არ უნდა მოწინააღმდეგე იყო შენი ან ტერი იყოს ერთ ღამეში 8 ყრი და ბავშვები ადამიანი ბუნებრივი ეს იყო, მაგრამ ახლა ნუ ისიც იყო, რომ თურქეთის გავლენები ამ ადამიანებში საკმაოდ სერიოზული იყო. ახლა ვინ იყო თურქეთის გავლენის მატარებელი? თარაქამა, ყარაფაფახი, თუ ქართველი ამის თქმა ახლა უკვე გაჭირდება, იმიტომ რომ მე მაშინდელი უშიშროების დოკუმენტებს არ ვიცით, მაგრამ ასე იყო. მოკლედ მე ისმინდა ვთქვა, რომ ობიექტური რეალობაც იყო და სუბიექტური რეალობაც იყო. ასეა თუ ისე ეს ადამიანები გადაასახლეს და შემდეგში უკვე როდესაც ყველა რეპრესირებული ეთნიკური ჯგუფების დაბრუნება დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში და აბრუნეს მაგალითად 50-იანი წლების ვაინახები და სხვაებიც, აი ესენი არ დააბრუნეს. ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა მაგას. ობიექტური მიზეზი ჰქონდა და არაობიექტური მიზეზი. ეხლა მიზეზების ჩამოთვლაც შორს აგვიყვანს. მე ჩამოყალიბდა ესე იგი პრაქტიკულად მოსახლეობის ეს ფენა იყო 80-იანი წლების ბოლომდე, ისინი შუა აზიაში ცხოვრობდნენ და ნუ იმ პერიოდში დაიწყო საბჭოთა კავშირის ესე იგი დაშლის პროცესი, ვიდრე მოხდებოდა ეს ყველაფერი, რასაკვირველი კონფლიქტების მთელი წყება გაჩაღდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოში ეს იყო გახსოვთ, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული. ფერღანის მოვლენებს იყო და მე აი იქაც შუა აზიაშიც უნდა ყოფილიყო ასეთი რამ და საბჭოთა უშიშროების ხელდასმით მოხდა ეს ფერღანის ცნობილი სისხლისღვრა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უცებ ცალგზე დაერია ამ ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს. მათ შორის ჩვენ მაშინ მე როგორც ჟურნალისტი შემოვალებას ასრულებდი და მაშინ ნახე ეს გახდით იქ და ხედავდი ამას ყველაფერს როგორც ხდებოდა. გოგა ხაინდრავის შორის ძალიან ესეთი სერიოზული ფილმი გადაიღო მაშინ ამ მოვლენებზე, ის მანამდე იყო იქა. და სოციალიზმი მე შემხვდნენ მაშინ ხდებოდნენ მოხუცები, რომელსაც თავისი ქართული გვარებიც ახსოვდათ. ნუ ეს იყო დაახლოებით 20-25% შეიძლება ითქვას მთელი მოსახლეობის. ამის მერე დანარჩენებს არ ახსოვდა თუ არ ქონდა ქართული გვარები? ნუ ეხლა იყო ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც პრინციპში აგრესიულად იყვნენ ამის თუ ქართული წარმოშობა გაქვთ რო ეკითხებოდი, აგრესიულად იყვნენ ამის წინააღმდეგ განწყობილ. სოციალიზმი მე ესეთი ნიშნებიც მქონდა, ხო, მაგრამ აი ჩახედული შეიძლება არ ვიყავი ამ ამბებში მაშინ, მაგრამ ყოველთვის ხედავდი, რომ ეს ქართულ წარმომავლობის ადამიანები ცდილობდნენ მაგალითად ერთად ეცხოვრათ ერთ უბანში, იმ დასახლებულ პუნქტში და ასე შემდეგ. აი მახსოვს ერთ დიასამიძე იყო, ძალიან მოხუცებული კაცი იყო, რომელიც აი ნუ ღამე რომ მორიგეობდა ეს და მისი გვარი ქუჩებში რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება და დაპირისპირება ასევე ჩასახლებულ არა, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ნუ ეთნიკური თვალსაზრისით სოფელი ცალკე იყო ამათი. ეხლა შორს აგვიყვანს ამაზე ლაპარაკი, მოკლედ ამის მერე გასახლება მოხდა მათი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე საქართველოში ჩამოსვლა იმ წუთში, მანდ არც არავის არ უნდა, იმიტომ რომ აქ ომიანობა იყო. ჩასახლდნენ აზერბაიჯანში, ნაწილი 60,000 კაცამდე ჩასახლდა აზერბაიჯანში თუ არ ვცდები, ნაწილი რუსეთში, სხვადასხვა მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში და ნაწილი სხვაგან. მერე ეს ამ ხალხის ნაწილი, ნუ თურქეთში ჩაასახლა თურქეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ საზღვრის გასწვრივ. ზუსტად და ეს არის ახისკა თურქების თემა ძალიან მნიშვნელოვანი. საზღვრის რომელი საზღვრის ჩვენთან? აი ზუსტად ხო ჩვენი საზღვრის გასწვრივ ჩაასახლა. განსაკუთრებით ეს არის რომელიც სამხრეთ საქართველოს აჭარას კეროვ. თურქების დაბრუნებას ითხოვს ახლა ერდოღანი მან რო ჩაასახლა. კი, მაგასაც მათ შორის. ხო და აი მერე მოხდა ისე რომ შეიქმნა ორი ორგანიზაცია, ერთი რომელიც იყო აბსოლუტურად პროტურქული, ეს იყო ვატანი ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობდა იუსუფ სარვაროვი,
მისი თითო როგორც ამბობდა მე მასთან მქონდა არაერთი შეხვედრა როგორც ამბობდა ის იყო დიდებულიც გვარად და მეორე ორგანიზაცია რომელიც პროქართული ორიენტაციის იყო ეს იყო ხალილ გოზალიშვილის ორგანიზაცია მისი წევრები ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთში მაცხოვრებელი ეგრეთ წოდებული თურქი-მესხები იყვნენ თუმცა ახლა რა თურქი-მესხები ეს გამუსულმანებული ქართველები იყვნენ რომლებიც აი ცდილობდნენ ერთად ყოფილიყვნენ მეთქი სხვაგანაც ცხოვრობდნენ მაგრამ აი ყაბარდო-ბალყარეთში იყო ეს ძირითადი მასა და ხალილ გოზალიშვილი იყო ესეთი პიროვნება რომელიც უაღრესად პატრიოტული იყო და ორიენტირებული იყო ქართულ იდეაზე და მათ შორისაც ესე დაძაბულობა იყო რიცხოვნულად ის უფრო ძლიერი ორგანიზაცია ხალილ გოზალიშვილის ორგანიზაცია იყო პრაქტიკულად ენთუზიაზმის ხარჯზე და გენეტიკური მეხსიერება არავინ და ის იყო ესე იგი იმას ხან თურქები აფინანსებდნენ ამდენად მე ვიცი შიდნი და გამოსული ხმები და ხან რუსული სპეცსამსახურები მახსოვს როგორ იყენებდნენ ამ ვატანის ჯგუფებს აი მახსოვს ის როცა საქართველოს ეროვნული მოძრაობამ გარკვეულ პიკს მიაღწია მაშინ როგორ დაძრდეს სოჭის გზიდან აი ეს ვატანის სარვაროვის მეთაურობით ეს ვატანის უზარმაზარი ჯგუფი და როგორ იყო დახვდნენ ქართველები და როგორ მთელი ამბავი იყო მოკლედ ისე როგორ იყო ეს თვითონ ეს თემა ინსტრუმენტად გადაიქცა ზოგიერთი რეგიონალური მოთამაშის ხელში თავის მიზნების მისაღწევად. ზოგ შემთხვევაში თურქები იყენებდნენ ამას, ზოგ შემთხვევაში რუსები იყენებდნენ. როგორც საქმე ჭირდებოდა. სარვარავი ძირითადად იჯდა ხოლმე მოსკოვში და იქ მართავდა შეხვედრებს ტასის შენობაში და იყო ერთ ამბავში. ხო და მოკლედ აი ესე გაგრძელდა კარგა ხანს. სარვარავი ცოცხალი აღარ არის და აღარც გოზალიშვილი და ეს ორგანიზაციები ახლა მართალი გითხრათ აქტიურები არიან ამ წუთში არა უკვე თვითონ მართვა ამ ხსნა აღარ არსებობს და ვატანის მემკვიდრეობის მართვა გადავიდა უკვე აბსოლუტურად რუსული სპეცსამსახურების ხელში და ის თურქული სპეცსამსახურების ის ორგანიზაციული ფორმა ისეთი აღარ აქვს. აი ეს თურქი მესხები თუ შეიძლება დავარქოთ აი ვატანის მესხეთელი თურქები რა მესხეთელი თურქები ხო იმიტომ რომ ცოტა რთულია ერთნაირად შეაფასო ყველანი ერთი ეთნიკური სახელი დაარქვა ხო და ისინი მართავენ თავის შეხვედრებს თბილისშიაც მათ შორის რამოდენიმეჯერ ჩაატარეს ახლაც აი კი ახლაც ნუ აი ბოლოს ვიზიტი იყო ერთი წლის წინ მაგალითად მისი ახალი ხელმძღვანელი არის პიპინოვი ესეთი პიროვნება და ჩატარდა ასეთი კონფერენცია თბილისში მესეჯს დაბეჭდილება დამრჩა რომ თვითონ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანები მანდამეს თავს არ იკლავენ გინდათ რომ საქართველოში დაბრუნებით მაგრამ ნუ ესე დავალება არის და ამ დავალების რეალიზაციაზე არიან ორიენტირებული. საქართველოს აი აი ეს მაინტერესებს ევროსაბჭო როგორ გაჩნდა ამ პროცესში და თურქეთი რუსეთი გასაგებია. ევროსაბჭოს რა ინტერესებს? დავალი ესე პრინციპში ეს გაიცვალა ევროსაბჭოში ჩვენ გაწევრიანებაში ერთ-ერთი პუნქტი ეგ იყო. რასაკვირველია ეს იყო ლობისტების მუშაობის შედეგი. ახლა რუსების შედეგი იყო და თურქების მუშაობის შედეგი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ასე იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ მაშინდელი პარლამენტის ხელმძღვანელობა როგორ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. სომხეთს და აზერბაიჯანს რამე დათქმა ქონდათ რომ გააწევრიანა ევროსაბჭო? არა, ეგ მაგას ვერ გეტყვით. მე არ ვიცი რა დათქმები ქონდათ, მე არ მახსოვს რაღაც სომხეთის და აზერბაიჯანის. ეხლა ნუ ჩვენ თუ გვინდა ევროსაბჭოს ორ პირობაზე ვილაპარაკოთ ეს არა, მე უფრო მინდა არა, მე მინდა აქ ეს კითხვა იმიტომ დავსვი ჩვენი ხელისუფლების ნუ ჩვენი ხელისუფლება როგორც ყოველთვის ჩქარობდა და ჩქარობდა და რო ყოფილიყო ესე იგი თავარი საყრდენი დასავლეთის რეგიონში, ამიტომ მიდიოდა ძალიან ბევრ დათმობაზე და სოციალის დასათმობიც ჰქონდა, იმიტომ რომ ხო თუ მაგაზე მიდგას საუბარი, მაშინ მე გავიხსენო როგორ ხდებოდა აი ენერგომატარებელების დერეფნების შექმნა საქართველოში და როგორ რა ძალად დაუჯდა მაშინ ხელისუფლებას რა ენერგიად რომ ეს პროექტი ამუშავებული იყო. ისიც მახსოვს რომ აზერბაიჯანის მაშინდელი ხელისუფლება სკეპტიკურად იყო განწყობილი ამის მიმართ, არ გაგვაკეთებინებიან ამბობდნენ, მაგრამ აი სულ პირველი დღიდან. მოკლედ აი ყველა ძალიან რთული ესე იგი ასახსნელი ეს ყველაფერი ხა მოკლედ დროში. როგორ რაში იცვლებოდა მაშინ იმ პერიოდში, მაგრამ აი რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ თურქმესხებს, ასე მოხდა რომ ევრო ეს სტრუქტურებში არ მივიღებდნენ თუ მას ხელს არ მოვაწერდნენ. მე მახსოვს ხელის მომწერი ადამიანის პოზიცია და როგორ თულ მდგომარეობაში იყო და ნუ იძულებული რო ვართ, თორე გახარებული ნამდვილად არ იყო ამას ხელი. აცნობიერებდნენ რას მოაწერეს ხელი. ეხლა კითხვა ბუნებრივად ჩდება რატო დიდი შეღავათია თუ აცნობიერებდნენ. ნუ რასიზამ. რატო არ ვაბრუნებდით? ზუსტად იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ამას მოსკოვი წყვეტდა
ნუ ეხლა მოსკოვს საჭირდებოდა იყენებდა ამ ხალხს, როცა ჭირდებოდა წინ აღუდგებოდა და როცა როგორც ხდება ხოლმე რა. და მოსკოვისთვის მიუღებელი იყო ესე იგი თურქული პოზიციების, თურქული ორიენტაციის ხალხის ჩასახლება საზღვარზე, მაგრამ გამოყენება არ იყო. ჩვენ წინააღმდეგ. ხო, ჩვენ წინააღმდეგ. აი მერე უკვე პრინციპში როცა თურქეთთან კარგად იყვნენ, მერე უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრის, რომ შეიძლება აი როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩამოყალიბდა, ხო ეხლა ნუ რატომაც არა, ხო. მაგრამ ეხლა უკვე ისევ როგორც ჩანს სხვანაირად უდგებიან ამ საკითხს. იმიტომ რომ აი რატო უდგებიან სხვანაირად თუ შეიძლება ამის შესახებ რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, რეკლამის გამო მცირე ხი დაგემშვიდობებით, დაგველოდეთ მალე დაგბრუნდებით. ჩვენ ბრუნდებით ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, მამუკარიშიძესთან ერთად, ბატონო მამუკა, ახლა რატომ გაახსენდა ერდოღანს ეს საკითხი? ეს საკითხი სულ ახსოვთ. ხან ევროსტრუქტურებს, ხან რუსებს, ხან თურქებს. და ყოველთვის იყენებენ ზეწოლის მექანიზმისთვის. მაგალითად გეტყვით ახლა, მაგალითად 2000-იანი წლების დასაწყისში მე თვითონ ვარ მომსწრე, იმდენად აქტუალური იყო ეს თემა, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, რომ აი ჩაერია მთელი მსოფლიო, არიქა ხალხი მძიმე მდგომარეობაში, ქართველები არ აბრუნებენ და კანადამ მიიღო 12000 ადამიანი, ეს ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში მაცხოვრებლები შესთავაზა. აი მახსოვს ეს არის კრასნოდარის მხარის კრიმსკი რაიონი. აი ამ რაიონი მე თვითონ გავხდეთ იქ, მაშინ როდესაც ამ 12000 ადამიანის გაცილება მოხდა კანადაში საზეიმო და ეს იყო ერთგვარი ისა, რომ აი თქვენ ამ ხალხს ვერ ვულდეთ ჩვენ და მაშინ ძალიან პოპულარული იყო ეს თემა, რომ აი ხედავთ რუსებს ფეხებზე კიდიათ ესენი ქართველებს ხო მით უმეტეს ფეხებზე კიდია და აი ჩვენ დანარჩენი დასავლური სამყარო ამ ყველა წაიყვანოს დასავლური. მოკლედ აი ესე 12000 კაცის გადასახლება მოხდა მაშინ, გასახლება მოხდა კანადაში. მოკლედ ეს ხო თემა, როცა ჭირდებათ, მაშინ აი ხან ჩერქეზების თემას იყენებენ, გახსოვთ 2014 წელს ოლიმპიადამდე არიქა ჩერქეზების თემა იყო, მანამდე ეს თურქიმე. მოკლედ ეს არის ზეწოლის ბერკეტი, კონკრეტულ ქვეყანაზე კონკრეტული თემის გააქტიურება, ხო, ახლა ნუ თქვათ ახლა დრუზების თემის აწვევიან დღეს ისრაელს. და ეხლა დაჭირდა ერდოღანს იმისთვის, რომ თურქეთი ცდილობს ძალიან მალე და მეთოდოლოგიურად დაიბრუნოს გავლენების სამხრეთ კავკასიაში. საერთოდ კავკასიაში. თურქეთი მიუხედავად იმისა, რომ 2 საუკუნის წინ რუსეთმა აიძულა გასულიყო სამხრეთ კავკასიიდან, დღეს ცდილობს უკან დაბრუნდეს. ყარაბაღის თემა იყო ერთ-ერთი გეგმის ერთი ნაწილი. ეხლა მოდის სხვა ნაწილი, ეს არის გავლენების აღდგენა და გავლენების გაძლიერება, გავლენების დაბრუნება და მოკლედ ისე თქვათ დავით ოღლუს იდეოლოგიის იმ პუნქტის რეალიზაცია, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას მთელ იმ სივრცეზე, რაც ოსმალეთის იმპერია იყო. დღეს მაგალითად ჩვენ ამას ვახცევთ ყურადღებას, ხო, ჩვენზე რაც ხდება და ამ დროს კარგად რომ მოусმინოთ, გავიგებთ მაგალითად სამხრეთ ბულგარეთის თემას, რომელიც თურქულ მედიაში ასევე მუსულმანი ბულგარელები ცხოვრობენ. ასევე მუსირებს. აგერ ჩრდილოეთ კვიპროსის თემას, რომელიც აქტუალური თვითონ გახადეს თურქებმა ამდენი წელი ეს და ბევრი სხვა. ხოდაშეს მე ძალიან მიკვირს საბერძნეთის კუნძულები არ დამავიწყდეს ხო კიდე. გაგაუზიასთან დაკავშირებით რაღაცა დუმს თურქეთი. მომენტისთვის. თუმცა მაია სანდუმ პატიმრობის ორდერი, მაია სანდუმ კი არა, ნუ მოლდოვა სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა გაგაუზის ხელმძღვანელის ქალის. ხო, რასაკვირველია, მაგრამ გაგაუზების მდგომარეობა ცოტა სხვა არის. გაგაუზები თურქულენოვანი ხალხია, მაგრამ არ არიან მუსულმანები. გაგაუზების დიდი ნაწილი. აი აქედან გამომდინარე მიდგომა სხვანაირია. ისლამს ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ როგორც სეკულარული სახელმწიფო ასე პოზიციონირებს თურქეთი, ისლამს დღეს ეს პოლიტიკური ისლამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის და აი ამ მეთოდოლოგიას, რომელიც პოლიტიკურ ისლამთან არის დაკავშირებული, ძალიან კარგად ხედავ, როგორ ახორციელებს საქართველოს რიგ რეგიონებში. მე არ მინდა ხა სიტუაცია გავამოწევო და ჩამოთვალო ეს რეგიონი და მოვყვე, მაგრამ და როგორ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან სერიოზული თემაა. მე ვიტყოდი, რომ აი ეს ის მეთოდოლოგია, რომელიც მეშვეობითაც აი იმ დაბრუნების პროცესს, ანუ სამხრეთ კავკასიაში ხო თავისი გავლენების აღდგენის პროცესს ახორციელებს თურქეთი და არა მხოლოდ თურქეთის შესაძლოა.
პოლიტიკური ისლამის გამოყენების. ანუ ეს გასაგებია ქვემო ქართლი, კიდევ დააჭარა, მე ვიტყვე მაშინ. არა მარტო ქვემო ქართლი დააჭარა. ეს ორგანიზაციები პანკისიც, ოღონდ პანკისი ცოტა სხვა ტიპის არის. არაბები უფრო ვთქვათ არაბული გავლენა უფრო ძლიერია. მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში დაახლოებით იგივე ხდება რიგ სახელმწიფოებში და სხვა ქვეყნებიც არიან მეთქი ამ მხრივ თქვი კიდევაც. ახლა მაგალითად გუშინ ჩატარდა სპეცოპერაცია დაღესტანში. სადაც აი ეს ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც იქ ფიგურირებენ, ამ რელიგიური ორგანიზაციების 7 წარმომადგენელი დააპატიმრეს. დააპატიმრეს იმიტომ კი არა ისინი რელიგიური თვალსაზრისით არათორეთ იქცეოდნენ, იმიტომ რომ თურმე როგორც ირგობა ირანული სადაზვერო სერიოზული, ასე ვთქვათ, სტრუქტურის ნაწილი იყვნენ და აი აყარეს ოღონდ მათ შორის ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ირანის დღეს დილიდან ირანის ხელმძღვანელობა თავს იმართლებს ესენი ჩვენები არ არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა. რელიგიის გამოყენება თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის ეს არის წესად იქცა დღეს ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოსთვის. ერთ-ერთი ავანგარდული სახელმწიფო ამ თვალსაზრისით არის თურქეთი. ამაში გასაკვირველი და აღსაშფოთებელი არაფერი არ არის, ცივი გონებით შეხედო ამას და უნდა იცოდე რომ ეს ასეა და ეს პირველი შემთხვევა მე-17 საუკუნეიდან ამას აკეთებენ სხვადასხვა ფორმით. იმიტომ რომ ეს ჩადებულია ისლამის იდეოლოგიაში, იმიტომ რომ სადაც არის ისლამის ის სივრცე უნდა იმართებოდეს ერთი ხელიდან, ესეა. ეს არის მე ვთვლი რომ კავკასიური ისლამის უნიკალურობიდან გამომდინარე ბუნებრივი ბარიერი მოსული ისლამის არის კავკასიური ისლამი. და აი ამას ჭირდება განსაკუთრებული მოვლა. შეიძლება ჩვენ ამ სპენელმა ახლა ვერ გაიგოს ჩვენი დროის სიმცირიდან გამომდინარე რას გულისხმობ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის ისლამი, რომელიც არის მაგალითად აჭარაში, აჭარის მთიანეთში არის უნიკალური. და ვთვლი რომ თავარი ესე იგი ასე ვთქვათ მონაპოვარიც კი არის ერთ სისხლი, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი გინდა თუ არა იძახო რომ ქრისტიანობა მიიღოს, მაგრამ თავარი არის რომ ამ ისლამის იმ წარმომადგენლების ასე ვთქვათ ნაღვაწზე ვიმსჯელოთ, რომელმაც უზარმაზარი როლი შეიტანა ქართული იდეის ერთიანობაში. იგივე ხა სელიმ ხიმშიაშვილზე ხო ძალიან მომხსოვს რომ ლაპარაკობ რომ ესე დრამ დაიბარა რაც თქვა. ხო და სელიმ ხიმშიაშვილის გარდა ეს უამრავი ადამიანი იყო ისეთ როგორც ისკანდერ თავარდქილოც რომელიც მე ვთვლი რომ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პატრიოტი იყო და ამ დროს იყო ერთ-ერთი უდიდესი ისლამური მქადაგებელი და ისლამური რელიგიური მოღვაწე ისლამის. მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა საქართველოს სპეციფიკა, საქართველოს იდეა, ქართული იდეა და იყო ამ იდეის ერთ-ერთი უერთგულესი ჯარისკაცი, ბევრად უფრო ერთგული და თანმიმდევრული, ვიდრე ზოგიერთი ისეთი ქართველი, ვაი ქართველი მე ვიტყოდი. ასე რომ აი ამას სჭირდება მიხედვა და მოვლა. თუ გვინდა რომ ძალიან სერიოზული ბარიერი შეუქმნათ აი ამ მოსულ ისლამს, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ერდოგანის ეს განცხადება კიდე ერთხელ გეუბნებთ, ეს არ არის განცხადება, რომ არიქა ეხლა მიიღეთო და აქ შემოვარდება 80,000 კაცი. ვერ შემოვარდება, იმიტომ რომ ისინი არიან უკვე მორგებული არის. სხვა თავებიც ამოვიდა. ეხლა წარმოიდგინეთ ვიღაცა ცხოვრობს გადასარევად სმოლენსკის ოლქში, მინახია იქ. აი ეს ეგრეთ წოდებული თურქი ესწრები და ისინი უცებ რო აიყარონ და წამოვიდნენ ხა ახალციხეში დასახლდნენ, ან კანადიდან ჩამოვიდეს ის 12,000 ოჯახი, რომელიც 12,000 კაცი, რომელიც გამრავლდა. არ გამოხდება ეს ამბავი, მაგრამ 2-3,000 ადამიანი, რომელიც გარკვეული სპეცსამსახურების დავალებით იმოქმედებს, ეს ყოველთვის გამოჩნდება. ეხლა თუ ამას ლაპარაკი. ხო მოკლედ ასეა თუ ისეა. დაბადო ერდოღანი გულშემატკივრობს მარტო თავის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქების დაბრუნებას თუ მას სულ კავკასიიდანაც შუა აზიიდანაც თავის ტერიტორიაზე შუა აზიაში აღარ არიან. თავის ტერიტორიაზე მოსახლე თურქების დაბრუნება ნაკლებად, მაგრამ რატომაც არა, რატომ სხვები რატომ არა? აგენტურა შემოუშვეს მაგალითად, ხო? ის აგენტურა ისედაც ისედაც დაემატება რა. მე მაგალითად ვთვლი რომ აქ მოქმედი თურქული ორგანიზაციების ნაწილი ამ ფუნქციას ასრულებს. რაც ახლა თქვენ სიტყვა ახსენეთ, მე არ მიხსენებდი. ხო და
არ მეც როგორ არის ცუდი ამეთქი არა ეს არის აბსოლუტურად ისეთი ჩვეულებრივი მიდგომა ნებისმიერი ქვეყნის რომ თავისი ორგანიზაციების მეშვეობით გაატაროს თავის გავლენა ეს უნდა ცივი გონებით აი მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ უნდა შევინარჩუნოთ ისლამი ამ ფორმით ის ამბობს რომ ქრისტიანული საქართველო უნდა ხო არ უნდა იყოს ხო ეს მიდგომები განსხვავებულია მესმის ხო ნუ ეხლა იქ ჩვენი მეზობლების პრესაში ხშირად იბეჭდება რომ თბილისი არ არის ქართული ქალაქი არის იმათი ქალაქი არის აზერბაიჯანელებიც მეორენი ამბობენ რომ სამტრედიამდე უნდა იყოს ჩვენი რატო ვერ იტანენ ამ სამტრედიას ვერ გავიგე ვერაფრით მიკვირს მაგრამ აი სამტრედი არა ვეკითხები რატო სამტრედიამდე და რატო ცოტა არა სამტრედიამდე კაი გასაგებია სამტრედიას გვიტოვებენ ესე იგი გიждდებიან ვანზე თურმე ხო და ნუ რა ვიცი აი ესეთი სერიოზული ის არის რა ქვია შეხლა შემოხლა ხდება ხოლმე ამის თაობაზე უნდა ნახოთ ეს ყველაფერი ხოშვილად ბათუმში ხდება აი შეხლა შემოხლა რაზეც ახლა კონდა საუბარი ხო და მე ზოგიერთი შემთხვევაში მინახე ეგიდებას როგორც გაუდიათ ფეხქვეშ აი ესეთი პიროვნება რომელსაც სამტრედიამდე უნდა მოსვლა და მაგრამ ნუ სიტუაცია ამითი არ იცვლება უბრალოდ ამას სჭირდება სერიოზული სახელმწიფოებრივი მიდგომა და ძალიან სერიოზული კონტრპროპაგანდა კონტრმუშაობა იდეოლოგიური რელიგიური სხვადასხვა და მე ახლა ერთ-ერთმა მუფტიმ რომელიც პატრიოტულად არის განწყობილი და ქართული ორიენტაციის არის თავიდან ფეხებამდე და ისეთი საოცარი პიროვნება საერთოდ ასეთი რამეც მე ამბო სტუმრად იყო პატრიარქთან გარკვეული მიზეზების გამო ჯგუფი მუსულმანი სასულიერო პირებისა და დაემთხვა ეს რომ 5 საათი გახდა ლოცვის დრო დადგა და ისინი აცმოკვდნენ როგორც თვითონ მიყვება ეს მუფტი და პატრიარქმა ბრძანა რომ არ უთქვიათ არაფერი მაგრამ პატრიარქმა ბრძანა მე მესმის რომ ლოცვის დრო დადგა ამიტომ ჩემს რეზიდენციაში შევძანდით და ელოცეთ და წარმოიდგინეთ რეზიდენციაში არის უნიკალური ხატები პატრიარქთან აი ეგ ხდება მოქმედება და ესენი შევიდნენ ხალიჩები გაშალეს ხალიჩები მოუტანეს თან ხო არ ქონდათ არა მოუტანეს და იქ ლოცულობდნენ ამ ხატებთან ისინი ეს არის ცივილიზებულობა და ეს არის შემწყნარებლობა სხვა რა ხო ესე საქართველო ამ თვალსაზრისით უზარმაზარი კულტურის და ისტორიის მატარებელი ქვეყანაა და ამ ისტორიას და კულტურას უბრალოდ ჭირდება გახსენება და რეალიზაცია. ოღონდ სახელმწიფო დონეზე ამის აღვანა. მე არ დამავიწყდა ჩემი თვალით ბავშვობაში მქონდა ნანახი და ვერ ხვდებოდი. რატო ლოცულობდნენ ალავერტში, ალავერდობის დროს შიგნით ქართველები და გარეთ ადგილობრივი ლეკები და აზერბაიჯანელები ლეკები იყვნენ და მე მგონი ქისტების თუ არ ვწდები, მაგრამ ლეკები ნამდვილად იყვნენ. აი გარეთ ლოცულობდნენ ისინი და ჩემი თვალით რა მაქვს ნანახი, მე სიმბოლოს გეტყვით კავკასიური კულტურისა. ეს არის მონასტერი ტყობაერდი ინგუშეთში, ზეც საზღვარზეა საქართველოსთან. აი ეს ტყობაერდი აშენებულია მე-13 საუკუნეში ქართული სასულიერო პირების მიერ და წმინდა ადგილია ინგუშებისთვის. დღემდე ინგუშები ხო თითქოს ქრისტიანები იყვნენ. აი ესეა შიგნით ამ ეკლესიაში არავინ ლოცულობს, მაგრამ გარეთ გარშემო მთელი ტერიტორია სანთლებით არის დაფარული, კედელია იქ. და სანთლებით არის, იმიტომ ადგილობრივი მოსახლეობა მიდის, ეს არის მისთვის წმინდა ადგილი, ეს ტყობაერდის მონასტერი. შიგნით არ შედიან სალოცავად, მაგრამ გარეთ ლოცულობენ. და სანთლებით არის მთელი ეს აი საუკუნეების განმავლობაში სანთლების საოცარი სანახავი, საუკუნეები შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრი წელი. მოკლედ, აი ესეთი კულტურა არსებობდა, რელიგიური შემწყნარებლობის, რელიგიური მოზაიკის და ამ კულტურას შენარჩუნება, სულის ჩაბერვა და სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე გადაყვანა ჭირდება. აი ეს მინდოდა მეთქვა. ვერავინ ვერ მოგვერება მაშინ და ახლა ნუ ეს ისე ჩვენ ხა იმ დონეზე დეგრადირდით რომ ხედავთ რომ გარდაცვლილებზე ამბობენ რა კარგია რომ მოკვდაო. ნუ ამაზე კომენტარიც შეიძლება. აი ეს ასეთი დეგრადაცია. ის რომ ეგრეთ წოდებული თურქი მესხების პრობლემა დგას, ეს ცუდია. ის რომ ამ ადამიანების დაბრუნება არ გამოდის ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ გასაგებია. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრობენ, სამტრედიის რაიონშიც არიან, აჭარაშიც არიან და გურიაშიც არიან. გარკვეული რაოდენობა. დაახლოებით რამდენი რა ხო არ იცით რა? ნუ მე ძალიან ბევრი არ იქნება, ეხა სოხო ხოზროვანიძეს უნდა ვკითხო ზუსტად რამდენია ვერ გეტყვით. ვინც არის ხელმძღვანელი ეხა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციების. სხვადასხვა რა არის, იცით რომ საერთოდ ძალიან ყურადღებით და განსაკუთრებულ ფაქიზად უნდა მიუდგეთ ამ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, იმ ადამიანებს
ადამიანებს, რომელსაც არის ცალკეულად აქ უნდა ჩამოსვლა. მაგალითად, ერთი ყავარდო ბალყარეთიდან ჩამოსული პიროვნება, რომელიც ბაირამოვი იყო და რომელიც ხაზარაძე გახდა. ხაზარაძე. ხო, აი ყველანაირად დავეხმარე მაშინ მახსოვს და თვითონ გადასარევი ქართული ოჯახი აქვს. ესე იგი, არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, არის რაღაც ისეთი გარკვეული პოლიტიკური ნიუანსები და არის პირადი ურთიერთობები და პირადი გულის ზახილი, როგორც ზოგიერთ ადამიანს აქვს და ყველაფერს ამას სჭირდება ცალ-ცალკე მიდგომა. ერთად რო არ შემოვიდნენ, ან შემოვიდნენ, ეს გამორიცხული არ გამოვა საქართველოს პატარა ქვეყანაა და ძალიან მოწყვლადია და ძალიან ესე თქო ბევრი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მიდგომა ცალკეულ საკითხებთან ცალ-ცალკე ეზარებას უყოლასტორი შეიძლება ამის გაკეთება და კარგი რეზულტატის მიღებაც. ის ჩვენ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ ჩვენ თანამოქალაქე სომხებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის ქართული გვესწავლებინა და ჩაგვერთო ისინი ქართულ ეს სხვა გადაცემის თემაა და ეხლა თუ დავიწყო მაგაზე ლაპარაკი არ მორჩევით დღეს და. კი გვაქვს 10 წუთი. და შესაბამისად ეს შიშიც იმითაა განპირობებული, თორე რა არის საშიში სამყაროში, არც არაფერი არ არის საშიში. ინტეგრაციის პროცესი საერთოდ სხვანაირად კეთდება. ინტეგრაცია იმით რომ მიტინგზე გამოხვიდე და მიკროფონი და მიმართო ხალხს არ კეთდება ესეთ ემე მაგალითად ხედავ რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები შეიცვალენ. ჩვენები? კი, ჩვენები, ბევრად უფრო მეტი განათლებული, მაღალი ხარისხის განათლება მიღებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდა. ჩვენთან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვხედავ რომ 2000-მდე ახალგაზრდა სწავლობს აზერბაიჯანელი. ეს ქართულად. ხო და ეს ხო უკვე სხვა პოტენციის მატარებელი, ეს ამ ადამიანებს სჭირდებათ ინტეგრაციის სხვანაირი პროცესი. უნდა გადაეწყო შესაბამისად. ის კი არ უნდა კონდეს ის მეთოდოლოგია, რომელიც 20 წლის წინანდელია 30-ის. ხო და ამ ადამიანებთან ეხლა ბევრმა თურქეთში მიიღო განათლება. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისთვისაც სამშობლო არის საქართველო და ამ სამშობლოს საქართველოს ცნებას იზიარებენ. და ეს მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველასთვის ეს ვინც აქ ცხოვრობს, იმათვის ყველასთვის სამშობლო საქართველოა, მაგრამ ზოგისთვის ეს არის უბრალოდ განსახლების ადგილი და ზოგისთვის არის სამშობლო იდეოლოგიის და იდეის დონეზე. ხო და რადგან ეს ასეა, ამიტომ შესაბამისად ხლა მაშინ უნდა ავყაროთ ყველანი, ხო? თქო, და არა ქართველები და ეს არის იდიოტიზმი. ამიტომ შესაბამისად უნდა ვიმუშაო, ისე ფულს კი არ უნდა იხდნენ ისინი ქართული ისწავლონ, არის ესეთი მიდგომაც. მათ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ შეიქმნა შესაბამისი ვიდეო, აუდიო პლატფორმები სოციალურ ქსელებში, ისე ასე, რა ვიცი, როგორ 1000-ობით მეთოდოლოგია არსებობს იმისი, როგორ უნდა მოხდეს ენის სწავლა და როგორ უნდა მოხდეს საერთოდ სრული მარტო ენის სწავლაში არ არის საქმე. ინტეგრაციული პროცესი. იმ ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს ამ ქვეყნის ნაწილად. ამ ქვეყნის საზოგადოების ნაწილად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე ისეთ რაღაცას ლაპარაკობ, მე მგონი პატარა ბავშვიც კი რომ ხვდება, რომ მიხვდება, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხანახა მიკვირს ხოლმე ზოგიერთი ადამიანის აბსოლუტურად გაუაზრებელი საუბარი, რომელიც პოლიტიკის კეთებაზე პრეტენზია აქვს. დიახ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ინტეგრაცია განხორციელდეს? არ ვიცი ხა ეს ვიდეოები ყალბია, ნამდვილია, რომ არა მე თურქი ვარ, რომ რატო შემოიყარა ეს, იმიტომ ჩვენ და აზერბაიჯანის ურთიერთობა გაფუჭდეს, ჩვენ და თურქეთის ურთიერთობა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ეს უნდა ვიცოდეთ. თურქეთის ხელისუფლება მეგობრობაზე და ეს ყველაფერი არის ძალიან პირობითი ცნება, ხო? პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ მიზანშეწონილობა. აქედან გამომდინარე დღეს თურქეთს უნდა კავკასიაში რაც შეიძლება სწრაფად სრულფასოვნად დაბრუნდეს. ამიტომ ყველანაირი მეთოდი იქნება გამოყენებული მათ შორის აზერბაიჯანისთან დაპირისპირება. თუ საჭირო გახდა. ჯერჯერობით ესეთი იდეოლოგიური ნიადაგი მზადდება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი იმდენ ხანს ლაპარაკობდა საქართველოსთან მეგობრობაზე, რომ ცოტა გაჭირდება ახლა ამის გადაწყობა სხვანაირად, მაგრამ ახლა პრინციპში ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. გაიხსენეთ ახლა ასეთი დაპირისპირებების რეჟიმი იყო შექმნილი საქართველოში, ყველასთან აპირისპირებდნენ გახსოვთ რუსული სპეცსამსახურები, აი აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებაც ბოლნისის ეპიზოდი. ბევრი ცუდი ამბავი მოხდა სოდაშორის. დღევანდელმა ჩვენმა თაობამ არც იცის რა მოხდა მაშინ აი ამ ქვემო ქართლის რეალობაში. ორი კაცი დაიღუპა სულ მართალია, მაგრამ რამდენი ადამიანი აიყარა და წავიდა. ან როგორ რა მოხდა სინამდვილეში მაშინ და როგორ ვინ მუშაობდა ამის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ იმ თემის წარმომადგენლება ქართული და აზერბაიჯანელის თემის წარმომადგენლება ყველაფერი გააკეთეს მაშინ პოლიტიკანების და პოლიტიკოსების შარების გარეშე, რომ ეს შეეჩერებინათ. რაც აფხაზეთში არ მოხდა და რაც ცხინვალის რეგიონში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში არ მოხდა. აქ მოხდა ეს.
ჯავახეთში სხვანაირად ვითარდებოდა მოვლენები, იქაც ადგილობრივი თემების წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ იქ საერთოდ რუსებმა უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმისთვის, რომ საკიდება მომხდარიყო, აი ის იქაც ესე იგი ბევრმა სხვა ფაქტორმა იმუშავა. მოკლედ, ყველაფერს დავანებოთ უფრო სხვა ტიპის პროცესები ასამუშავებელი ინტეგრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვიდგებით. დავდგევართ. ეხლა აი ორივე სახელმწიფოს შორის ჩვენს და სომხეთიც. კავკასიაში მგონი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში. მოგწონს კი რასაკვირველი. მოგწონს ჩვენ რუსეთი არ მოგწონს რუსეთი გარკვეული ბალანსი რეგიონში უნდა იყოს და რუსეთი დავაბრუნოთ მეთქი მაგას კი არ ვიძახი, იმიტომ რომ რუსეთი დღეს იმდენად ესე ვთქვათ ისე უტვინოთ იქცევა. კრემლს თვისება აქვს რომ უტვინოთ მოიქცეს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჯერ საქართველოსთან ურთიერთობის რადიკალური გაფუჭებით. მერე სომხეთთან ურთიერთობა. ეხლა აზერბაიჯანთანაც ის კრემლი ცდილობს იმპერიის იმპერიული იდეოლოგიის დემონსტრირებას თან აუცილებლად უნდა გამოიყენოს სამხედრო მეთოდი. და ეხლა ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება როგორც დამთავრდა 90-იანი წლების დასაწყისში. ამიტომ მაგრამ იმისთვის რომ ამ რეგიონში ისე ვთქვათ სამშვიდობო პროცესი უფრო აქტუალური იყოს, ვიდრე დაპირისპირების პროცესი, გარკვეული ბალანსი მაინც საჭირო. ეს დასავლური ბალანსი იქნება, რომელიც დაბალანსებს სამხრეთულ ძალას. თუ ჩრდილოური იქნება, თუ ყველანი ერთად, თუ აღმოსავლეთის შეერთება ამაში, ეს არ არის გადამწყვეტი ამ წუთში. ჩვენთვის მთავარია რომ ამ ბალანსის შექმნაზე ვიმუშაოთ რეგიონის ქვეყნებთან ერთად. საჭირო აზერბაიჯანის ხელისუფლებაც იყოს ამაში ჩართული. მე ესე მგონია, შეიძლება ცოტა ესეთი იდეალიზაციას ვახდენ ვითარების, მაგრამ მე გამოსავალს სხვას ვერ ვხედავ. თორე აქ ისეთივე ცეცხლის ისეთი უბედურება დატრიალდება, როგორც არაერთ ამდაგვარ სენსიტიურ და ესეთ ფეთქებად რეგიონში. და ისევ გაიხსნა რუსული სკოლები. ჩვენ ახლა მე შარშან როდესაც ვარეგისტრირებდი ჩემს შვილიშვილს პირველ კლასში, ხო შევედი და ვნახე და სკოლები შევედი, ესე იგი თბილისის მასშტაბით, საქართველოს მასშტაბით არ მინახავს. ჩვენ ახლა ინტეგრაციაზე ვლაპარაკობდით და იმიტომ ვახსენა ეს თემა. არ მინახავს, მაგრამ სრულად რუსული სკოლებიც არის, რუსულ სექტორიანი სკოლებიც არის, აი ჩემთვის იყო ეს კულტურული შოკი. სად? თბილისში. მესაც გამოგიგზავნით თუ გნებავთ, აი ხა რეგისტრაცია ხო იქნება და გახსნიან ამ მონაცემს. ხო და აზრი, ისე იდეა მითხე და შენ მდგომარეობს ახლა. იდეა იმაში მდგომარეობს, ჩვენ ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე. ჩვენ ხო ვიცით რომ ამდენი რუსი არ არის და ეს არაქართული საქართველოს მოქალაქეებს ისე ვბიძგებთ რუსულ სკოლებში. და ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე. მე ამის ეს რაღაცა არა, ამ ინტეგრაციაზე ვლაპარაკობ ჩვენ. ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენთან არის თბილისში. მე და თქვენ ვლაპარაკობთ. მე და თქვენ, ხო. ჩვენ ხარ გაგვიხსნეს რუსული სკოლა. არა, ჩვენ არ გაგვიხსნეს. კარგი, უკვე კარგი. ეხლა რაც შეეხება რუსული სკოლების გახსნას, თავარია რომ არ მოხდეს შესაბამის სენსიტიური რეგიონებში ამ რუსული სკოლების გახსნა, თუმცა ალბათ იქაც მოხდება. რომ გადავხედო ზოგიერთ ჩინოვნიკის ხელწერას. ხო და მოკლედ მე არ ვიცი რატო გაიხსნეს დამატებით რუსული სკოლები, ხა გაამართლებენ რომ ამდენი რუსი რო ჩამოვიდა დღეს ხო. და სადაც უნდა იქ ჩამოვიდეს ხა მაშინ მარტო ისინი მიიღო. არა, მე ისინი გაამართლებენ მეთქი, მე ხომ სწორია მეთქი. ხო, მარტო ისინი მიიღონ თუ არ მიიღონ, ახლა არ ვიცი როგორ იქნება ეს ამაზე განსაკუთრებულ გამოცდილებას დავით, ცოტა დრო დარჩა. თავარია კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ენის სწავლება უნდა იყოს უფასო, უნდა იყოს ინტენსიური იმისთვის, რომ და გარდა ამისა სხვა მეთოდოლოგიებიც გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი გავაღრმავოთ და აქტუალური გავხადოთ. რუსული სკოლების გახსნას ამ მასშტაბით, იმიტომ რომ ვიღაცამ ფული იშოვს, არ მივესალმებ, მორჩა. დიახ, მეც მგონია, რომ ძალიან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. თურქეთს რა ბერკეტები აქვს რეალური ზემოქმედების გარდა პოლიტიკური ზეწოლის, აი ამ ტიპის განცხადებები და მის ესეთი უამრავი თურქული ორგანიზაციები, რომელიც საქართველოში მუშაობენ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ორგანიზაციები, თავის ქვეყნის, ისე იგი დედა ქვეყნის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ამის ნათელი მაგალითია აჭარა. და ზოგიერთი სხვა რეგიონი. რა ხდება აჭარაში თუ არის შესაძლებელი რომ თქვათ აი როგორი მეთოდებით მუშაობენ და რა შეიძლება დაუპირისპიროს და რას უპირისპირებს ეს როგორ არის ხა მე ამის მოყოლად შემილია დავიწყო, მაგრამ ჯერთვის დრო აღარ დარჩა. გვაქვს დრო ჩვენ 1-5 წუთი პრომეთიც. ეს არის სწავლა ახალგაზრდების საყვანა უცხოეთში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. სასწავლებლად როგორც სასკოლო ასაკის ბავშვების ისე
უმაღლესი სასწავლებლის შემოსაწყობად. ეს ხდება როგორც ქართველი ბავშვების წაყვანა, ისე არა ქართველი ბავშვების წაყვანას საკმაოდ სერიოზული რაოდენობით. გარდა მაგისა, ეკონომიკური სტრუქტურების შექმნა, რომელშიც დასაქმებული არიან მათთვის საინტერესო პერსონალიები. ანუ ის ადამიანები, ვინც პოტენციურად გამოყენება შეიძლება. გარდა ამისა, მცდელობა იმისა, რომ მართლ ორგანოებში მოხდნენ მათი წარმომადგენლები, ერთი შემთხვევა იყო 2020 წლის პარლამენტში უკვე. საქართველოს პარლამენტში. ნახა, ამ ჩაიარა. და გარდა ამისა ის რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ეკონომიკური გავლენა ადგილობრივი ხელისუფლებების. აი, როგორ ხდება ეს ამბავი, ამის მოყოლას მე ამ ეთერში არ დავიწყებ. რასაც ვერ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, მაგალითად, წყარო, წყლის გაყვანა. ან თქვათ გზის მცირე მონაკვეთის გაყვანა, ან რაღაც ამდაგვარი. ამას აკეთებენ შესაბამისი თურქული ორგანიზაციები სტრუქტურების სამხრეთიდან. ხო. უნდა გაუცელებთ იყოს გამოსახული შესაბამისი სიმბოლიკა, ან დროშა უნდა იყოს, ან ცნობილი პიროვნება ამ ქვეყნიდან, ან რელიგიური ნიშანი უნდა იყოს. ნუ რელიგიური ნიშანი ნაკლებად, აი და ძირითადად ის ორი რაც გითხარით დავით. აი ჩვენი არასამთავრობო სექტორი კი გამალებული ებრძვის ქართულ ეკლესიას, ამას რატო ვერ ამჩნევს? ვინ? არასამთავრობო სექტორი თქვა. ვინ ვერ ამჩნევს? აი ამ თურქულ დროშებს გავლენებს თუ ეს მათთვის არ არის პრობლემა. სხვა არის. ეხლა არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი მუშაობს დაკვეთით, ეს ხო 100-ია. ნუ რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი ეხლა. როდესაც მე მქონდა არასამთავრობო სექტორი, მე მუშაობდი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით. რომ მისგან ავიღე თანხა და მაშინ ეს გავაკეთებ თქვა კვლევა ამ და ამ საკითხზე. ეს ხო არის ორჯერ ორი, რომ ის არის 4. ის რომ შენ ეს ლამაზი ფრაზებით რომ განავითარო დემოკრატია, რასაკვირველია უნდა განავითარო დემოკრატია, მაგრამ აი კონკრეტულ ამოცანას რო ასრულებ, ხა მე ჩემ როგორ გითხრათ არ ვიცი. ეს ხო დაკვეთაა რომ აი ეს ამოცანა უნდა შესრულდეს ისე როგორ ჩვენ გვინდა. არ კი რასაკვირველია სხვა ტიპის ამოცანას რო այդ კვლევები ჩაატარე, მაგრამ ამ კვლევების პროფილიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ როგორ ჩვენ გვინდა. ეხლა მე ჩემი ყურით რო არ მომესმინა ეს ამბავი 2014 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გამოდიოდა და ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ავტოხტონური ერია არის მხოლოდ მეგრელები და სვანები და არჩევნების ყველა მოსულია. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ არაშენებულიყო კონკრეტული ჰესები სვანეთში. დამუშავებული იყო გაეროს შესაბამისი მუხლი. ნუ არის ესეთი მუხლი. ნუ მაგრამ აი ეს და თვითონ ტიპი რო იდგა გვარის გადასარევით სახელიც და ვიცი ვინც იყო რო იდგა და არ მინდა ეხლა მე არ მიყვარს ხოლმე ესეთის. არა ადამიანი გამოდიოდა და ამბობს თვითონ იყო გაწითლებული ეს ნანერვიული და მაინტერესებს ვინ არის. დარბაზში ისწენ ქართველი ეთნოგრაფები და წყალი მიუტანეს, ნუ ნერვიულობ რა, ხომ ისე ნერვიულობ და ამას რო გითხულობდი, იმას ეგონა რომ არ იქნებოდნენ ქართველები და იყვნენ. ეხლა მე ის არ ყოფილდა მოვისმინე ჩემი ყური ჩანაწერი, შემდგომში უკვე ვიდეო ჩანაწერი. და ეს იდგა საწყალი და ლაპარაკობდა რომ ესე იმიტომ რომ ნამუშავებული იყო გაეროს ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ანუ გურულები აჭარლები ხევსურები ესენი მოსულები ვართ, ხო? მოსულები, გასაგებია. ხო, ნუ ესეთი რამე და ეხლა მე ამ ესეთი მაგალითი მაქვს უამრავი და ეხლა ერთ-ერთი ორგანიზაცია რომელიც მუშაობს მაგალითად აი თქვა რელიგიურ თემაზე, ისლამის თემაზე, არც იმას ის ხელმძღვანელს არ დავასახელებ. ნუ უბრალოდ როგორ არის რომ ხვდები რომ საწყალი ისიც უბედურ დღეშია ჩავარდნილი, იმიტომ რომ იძულებული ესეთი ტიპის დაკვეთები შეასრულოს, რომელიც ბატონო, არავინ არ არის იძულებული არაფერი შეასრულოს, ვიღაც არის უბრალოდ მე ირონიით ლაპარაკობ. ხო, ვიღაც არის უბრალოდ ხარბი და ნამუს გარეცხილი. ან ნამუს შერჩენილი და ხარბი და მე ამ ნამუს გარეცხილი და ხარბი ადამიანების რიცხვი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება და სწორედ ამიტომ უფრთხეს ალბათ ჩვენი საზოგადოება აი ამ ჩამოსახლების თუ დაბრუნების თემას, იმიტომ რომ ასეთი ადამიანების რიცხვი არის მეტი, თუმცა როგორც გვასწავლის რუსთაველი, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო. განძრევაა საჭირო სხვა ტიპის. ამიტომ არის ეს პოლიტიკური ცხოვრების ის ფორმა, რომელიც საქართველოში დღეს არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საერთოდ ცოტა ისეთია გაუწყოება ამის მიმართ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საცდენილი იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ქვეყნისთვის არსებობს. სახელმწიფოს აქვს უნარი და რესურსი, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ იცით, რომ ეს და დაარეგულიროს ეს საკითხი, ამდენი წელი რატო ვერ მოხერხდა ენის სწავლება მაინც?
რატომ ვერ მოხერხდა ინსტალება მაგაზე ხა ხანგრძლივი დრო მოგწეს თუ რა არის 5 წუთში დავდებაოდე ხა მას მე კიდე არა საინტერესო თემაა და ამიტომ მინდა რომ ცოტა ამოვწიოთ ხო ნუ რასაკვირველია შესაძლებელია მე ამაზე პასუხები არ მაქვს ამ კითხვებზე იმიტომ რომ რესურსის მეტი რა აქვს სახელმწიფოზე ხა ისეთი რესურსი გვაქვს როგორც შიგნით ინტელექტუალურიც ჯერჯერობით სამეცნიეროც ესე იგი ეთნიკურიც რელიგიურიც ქვეყნის საზღვრებს გარესაც უზარმაზარი რესურსი გვაქვს ასევე ჩვენ დიასპორული, არადიასპორული გულშემატკივრების გამოყენება უნდა სწორი რა. ეხლა დღეს გარდაიცვალა, ეხლა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ენდრიუ კაკაბაძე, უდიდესი მეცნიერი, მე ვიტყოდი, ნუ ჰარვარდის სკოლის განსაკუთრებული წარმომადგენელი და საქართველოში მიუხედავად მისი არაერთგზის მცდელობისა ვერა და ვერ იქნა ეს ადამიანი გამოყენებული ასეთი რესურსი უამრავი გვაქვს. და ნუ ახლა რა გითხრათ ახლა როცა არიყენებ რასაც საჭიროა იმას და არიყენებს სწორედ და არ აქვს შექმნილი მეთოდოლოგია სწორედ ნუ შეძებს სამამისად რეზულტატი არის ყოველთვის ესეთი აი ეს ღია კარის პოლიტიკის ამბავი ოდესმე შეიძლება დასრულდეს თუ ჩვენ ამას ვერ დავასრულებთ და ესე უნდა აივსოს გაუგებარი წარმოშობის ადამიანებით რომლებიც ახლა მე ჩემი გამოცდილებით თუ ამბობ და ფაქტებით რომლებიც მართლაც ვანდალებივით იქცევიან ამ ქვეყანაში. ხა ქართველებიც არ გამოვირჩევით უზედო ქცევით, მაგრამ ნუ განსაკუთრებით ისინი. ეს პრინციპია ის, რომ ჩემი ცუდი შვილი მირჩევნია სხვის ცუდ შვილს, რასაკვირველია. მე მესმის ეს რაც ლაპარაკობ. ხო ქართველი ხა მისმა წინაპრებმა ჩაანთრიეს სისხლი დაუფლია და მისი საქმეა რა სიზამს კაცმა რო თქვას. ხო ამას გალახავ მაინც ქართველს მე ბავშვს. რა თქმა უნდა, წამოატყავ თავში. იმას ვერაფერს ვერ უზამ. ვერა. ხო და ნუ რასაკვირველია ეს არის მე მგონია რომ ეს არის მცდარი პოლიტიკა და არასწორი მიდგომა. ეს შეიძლება გაკეთდეს სხვა ფორმით, სხვა რაოდენობით და სხვა შედეგები დადგეს. მართალია, ეხლა ვიღაცა შეუძლია მომიყვანოს ევროპის მაგალითი, რომ ძალიან რთულად რატო იმათმა ვერ გააკეთეს. იგივე რუსეთის მაგალითი. მაგრამ მას მეგონი არ გააკეთეს ევროპელებმა. ხო, იგივე იცი როგორ არის? აი ერთი ფაქტორი. ერთი ფაქტორი არსებობს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის კომერციული ფაქტორი და იმ ადამიანების ბიზნეს ფაქტორი. აი ეს არის რომ იმათ სულ არ აღელვებთ ახლა ქვეყნის ბედი. არც ერთნაირი მიდგომა აბსოლუტურად. გინდა პარიზი იყოს, გინდა ლონდონი იყოს, გინდა მოსკოვი იყოს და გინდა თბილისი იყოს. მისთვის თავარი არის შემოსავალი. და შემოყავს იაფი მუშახელი. და არ ფიქრობს ყოველდღიურ დღესზე და ეს პრობლემა და სერიოზული ძალიან დაუდგა ევროპას თვალწინ და დღეს არის ერთ ამბავში არიან, არიციან როგორ არიციან. აი წარმოდგენა არ აქვს და ამიტომ არის დღეს გაღიმებული რო არის პოლონეთის ლიდერი, უნგრეთის ლიდერი, ჩემ ბატონო, ჩეხეთის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ თავის დროზე ეს დაბლოკეს ყველაფერი. 2017 წელს მე გავხდით აღმოსავლეთ ევროპაში ზუსტად ამ ვიყავი კონსულტანტი რამოდენიმე ქვეყნის აი ამ მასის მიღება არ მიღების თემასთან დაკავშირებით და დღეს ისინი არიან კარქასიაძე შედარებით დასავლეთ ევროპასთან. მოსკოვში ეს არის დღეს ტრაგედიის დონეზეა და იცით ამის თაობაზე სულ ლაპარაკი და ეხლა დაიწყეს. აი რუსეთი მაინც ეს იმპერიული სახელმწიფოა და იქ არის თემა დღეს ძალიან აქტუალური. ჩვენთანაც იგივე იქნება ხვალ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებით. აი ესეთი უაზრო თემების გამო. თან ახლა რო გითხრათ რომ ისინი განსაკუთრებით დაცულები არიან და არ არიან და მე ვნახე რამოდენიმე შემთხვევა სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. უკვე როცა ისინი არასწორად მოიქცნენ. და როცა მეც ვიცი ესეთი შემთხვევები. კი და როცა ამას უფრო დიდი მასის ფორმა ექნება, უკვე ეს დაპირისპირება გადავა სხვა რამეში, რაც ხდება ევროპის ქალაქებში. ხო არის მაგალითად მე ვიცი გიოტებორგში, ბრიუსელში არის უბნები, სადაც შარიათის მილიცია აკონტროლებს სიტუაციას და არა თქვა ადგილობრივი პოლიცია. განსაკუთრებით ამ მხრივ არის საინტერესო ქალაქი გიოტებორგი, შვედეთის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც უზარმაზარი ისტორიული კულტურის მატარებელი იყო და დღეს დაემსგავსა სხვა რამე, შედეგი სხვა ის არის რა. მოკლედ, რა ვიცი, რაღა გავაგზავნე ახლა, ყველაფრის თქმა ალბათ ვერც მოესწრება ამ ეთერში. სხვა ტიპის მესხეთზე რატო კითხულობს ლექს ერდოღანი? ერდოღანი რატო კითხულობს? და ჩემი სამშობლოა, რატო ამბობს? აი, ინტერესი შენარჩუნებული იყოს პროპაგანდისტულ დონეზე, რომ მუდმივად. მესხეთი როგორ არის თურქის სამშობლო? ხო, მოკლედ, რაღაც რაოდენობა თურქების, რომელიც იყვნენ ჩასახლებული, მათთვის სამშობლო და ვინ დაწერა ეს ლექსი ეს არის მთავარი. მე ვიცი, მაგრამ უთხრათ მაყურებელს. ეს არის დაწერა ერთ-ერთმა უპოპულარელესმა დეპუტატმა აზერბაიჯანის პარლამენტის, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო ოჯახთან, მართლ ოჯახთან. ანუ შეკვეთით არის დაწერილი? არ არის შეკვეთით დაწერილი. მე ესე მგონია, რომ ამ ქალბატონმა ის იყო განირა ფაშაევა.
ახალგაზრდა გარდაიცვალა სოდაშორის, მაგრამ იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის პარლამენტში. ზოგადად წერდა ლექსებს თუ აქ გაეხსნა? წერდა ხო, მაგრამ ახლა რო გითხრათ რომ ამით იყო დაგავებული, არა. ხო და იმის დაწერილი ლექსია, ეს ლექსი არის აი ამ დაწერილი ზუსტად იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური თვალსაზრისით დაინახა, რომ ეს ჭირდება თურქეთის მმართველ ძალას და აქედან გამომდინარე როგორც ჩანს მიუძღვნა თორე ხა რა სჭირდებოდა სად განიერება შეევა და სად ახალწევ. მე კიდე ერთ რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება მაინც ვამთავრებთ გადაცემას და ვამბობ. ხო მოკლედ ეს თურქული თემის კონტექსტში ეს ყველაფერი. აი ახლა რასაც ვამბობ. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში სამი შემთხვევა იყო, როცა დაკავებულია ქართული სპეცსამსახურების მიერ თურქეთის ურანის გამყიდველი, ურანის კერო პროსტორი, რადიოაქტიული ნივთიერების გამყიდველი სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. სამი შემთხვევა იყო. საქართველოს მოქალაქე თუ? ყოველ შემთხვევაში ეს იყო თურქეთთან გარკვეულ კავშირში. თურქეთის წარმომადგენელთან, მოქალაქესთან გარკვეულ კავშირში ეს ხდებოდა. აი ამას ძალიან სერიოზული ყურადღება მიაქციეს ევროპელებმაც და რითქენ გაგიკვირდებათ, მაგრამ არაბებმაც. არაბებისთვის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია თურქეთი, რომელიც სუნიტურ სამყაროში ლიდერობას იჩემებს. და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს თავისთავად არის დამაფიქრებელი და შემაწუხებელი ფაქტი. რატომ ამდენ მაინც ხდება ეს საქართველოს ტერიტორია, სად არის ხლა ერთი რამოდენიმე კილოგრამი იყო ეს და მაშინაც ამერიკელებმა გაიტანეს მცხეთის რეაქტორი. ну ესე იგი მოკლედ აქ რაღაცა ესეთი სერიოზული მზადება მიმდინარეობს სხვა რამის მაგრამ გამოყენებული საქართველოს ტერიტორია და ჩართული ამაში ზოგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე, ერთ შემთხვევაში სომხეთის მოქალაქე იყო ჩართული, ერთ შემთხვევაში აზერბაიჯანის, მაგრამ ყოველთვის მეორე მხარეს თურქეთის მოქალაქე იყო ჩართული. ну ესეც მნიშვნელოვანი თემა და მე მინდა ჩვენს მსმენელს ცოდნოდა. და ასევე ეს არ ვიტყვი ხა რომელენოვან სეგმენტში იცის ჩვენმა მაყურებელმა და ამ სმენელმა ნარკოტიკებთანაც რაღაც ნარკოტიკებზე ლაპარაკი აღარ არის საერთოდ ნარკოტიკების თემა მე მინდა კიდე ერთხელ მივაქციო ყურადღება რომ ახალი მინისტრის მოსვლასთან ერთად პოლიტიკის შეცვლასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრზე ლაპარაკი ხო რომ ისეთი მე ამ საქმეში შეხედული ვარ და ვიცი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან რეგიონში რამდენი ბარონი დაიჭირეს. ბარონს პირობითად ვეძახი, ესე იგი არა ნარკობარონებზე ხო, არა გამყიდველი ნარკოტიკის, არამედ არ შემომტანი და მომგვარებელი. იმას ვერასოდეს ვერ უდგებოდნენ, იმიტომ რომ უნდა ნახო რა, ესე იგი რა პიროვნებები არიან, მე ვიცი ვიზეც არის ლაპარაკი და აი ისინი დახვეტეს. აი ეს არის წლების განმავლობაში ისინი აფტრაბახობდნენ, იმიტომ რომ მათ ფარველობდა სპეცსამსახურები და ჩვენი. ну კონკრეტული პიროვნებები თორე ხა მინისტრის ზონაზე არ ხდება. ხო და მოკლედ ფარველობდნენ და ეხლა ეს ფარველობა მოიხსნა, როგორც მე ვხედავ და ერთ მაგას რომ ასე გაგრძელდეს და მე მადლობა მინდა უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა, იმიტომ რომ თვითონ ის აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილი ვიდრე თვითონ არ დაინახეს თავის შვილები დაჭერილი არა ნარკოტიკები გაბრუებულები მანამდე ამაზე ხმას არ იღებდნენ და ეხლა პირიქით მათ დაიწყეს თავისიანების წინააღმდეგ ბრძოლა. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.